ერთი სასაცილო ისტორია უნდა მოგიყვეთ. მოკლედ აქ ვარ სოფელში გურიაში რა. და ერთი მეზობელი მყავს, რომელიც არის თავისი მიმართულებით წარმოდგენით, სოფხებულობით ქოცი. მაგრამ ჩემთან ამას მალავს. თუმცა Facebook-ი არ აქვს და დარწმუნებულიც არ არის მე ვის ვებხრობი. მაგრამ მის წარმოდგენაში ალბათ მეც ქოცი ვარ. იმიტომ რომ ჩემი წარსული ახსოვს. ხო და მოდის ხოლმე და დამიწყებს თუ არა პოლიტიკაზე ლაპარაკს, მე არ ველაპარაკები პოლიტიკაზე რა, ახლა არ მაქვს მაგის ნერვები მოკლედ და მაგრამ თვითონ ერთი-ორს ჩაარტყამს ხოლმე იმისთანაც რომ ეგრევე ხვდები რომ არის აი მამალი ქოცი. თვითონ Facebook-ი არ აქვს ისე, მაგრამ როცა ახოს არის სასაცილო ამბავი უბრალოდ. არის ფიქრობთ რომ ის სულ ლაპარაკობ. საჯაროდ დავდებ ამ ვიდეოს, ხო და დღეს რაღაც ცემენტს ვასხამ რაღაცას ვარემონტებს და მოვიდა დადგა უყურეებს. ხო და დაბნელდა ამასობაში რა, შემორჩა ჩემს ეზოში და დაბნელდა და აი ხედაცაში და დაბნელდაო თქვა. მე შევხედე სახშფოთებული სახე და რა დაბნელდა მე ვთხარი, როგორ კადრობ მეთქი მაგას. სად დაბნელდა მე ვთხარი, საქართველოში დაბნელდა? ასეთი მე ვთხარი სტაბილურობა, ომი ავიცილეთ თავიდან ეკონომიკურის და ჩვენთან დაბნელდა? დაბნელდა ევროპაში მე ვთხარი. აი მე გაგიჟდა ტიპი. არაო, მამუკო, მაგი არ მოგულისხმეო მე ვთხარი რა არ გიგულისხმეა ძმაო. კარგად ვიცი მე ვთხარი თქვენი ლიბერალების ხრიკები. მეთქი ეგ როგორი კადრი რა დაბნელდა მე ვთხარი. ამ ხელა ეკონომიკურის დაგვაქვს, სიმშვიდე გვაქვს მე ვთხარი. ბნელა ევროპაში ძმაო მე ვთხარი. ხო და მოკლედ აი ბოლომდე მივაწექი რომ ჩემ თვალში ის ლიბერალია და ბოლოს გული შეტევით წავიდა სახლში.